მოგესალმებით ყველას მეგობრებო და მინდა რამდენიმე კომენტარს პასუხი გავცე. მას მერე რაც წერილი მივწერე ქრისტეს, იესოს და მას მერე რაც განვრისხდი და გავბრაზი და გულნატკენი ვარ და ჩემი აზრი მაქვს ქრისტეს მამაზე, აი ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კომენტარს მინდა ვუპასუხო. მოდი ახლა ჯერ წაგიკითხავთ წერილს, რამე თუ იუთუბერებმა ეს წერილი არ იციან, რა წერილზეა საკითხი. შემდეგ დაპოსტავ კომენტარებს და აი ამ კომენტარებზე მე ვისაუბრებ, ოკეი? წერილი ასეთია, მეგობრებო, ნახეთ. წერილი იესოს, ვარღვევ მატრიცას. მაპატიე იესო, მამა შენი სასტიკია. მამა შენი რომ კეთილი ყოფილიყო, შენს თავს ჯვარზე არ დააჭედებინებდა ბრმა და მრუშ მოდგმას. მაპატიე, მაგრამ შენმა მამამ ვერ გადაგარჩინა. ვერც ჩვენ გადაგვარჩინა შენი ჯვარზე ასვლით და ვერც ვერავის მოუგო ომი. მაპატიე, ამას რომ გწერ, მაგრამ გულწრფელად გეუბნები, შენი მამა სუსტია. არ დაგინდო და კაცობრიობის შეთითქმილ წერილებს ახვა. ვერ გაარღვია ჩარჩო და ვერ თქვა, გეყოთ სისხლის ხრა, მე ვარ ჩემი შვილი, მე ჩემი შვილი, თქვენ ხუშტურების გამო არ მომივლენია ამ ქვეყანაზე და ვერ გაბედა და ვერ უთხრა კაცობრიობას, როგორც ისააკმა, რომ მე არ მოვკლავ ჩემს შვილს, თქვენი სირეგვენის გამოვო. ერთი წუთით დავამატებ და სანამ დავამატებ, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის როცა ხმამაღლა ვკითხულობ, ვღელავ და აქედან გამომდინარე შეცდომებიც ბევრია. ვერ გაბედა და ვერ უთხრა კაცობრიობას, როგორც ისააკმა, რომ მე არ მოვკლავ ჩემს შვილს, თქვენი სირეგვენის გამოვო. ვერ უთხრა კაცობრიობას, რომ ჩემი შვილი ჭეშმარიტად მიდის ჯვარცმაზე, ეჭვი არ მაქვს, მაგრამ მე ვიხსნი მას თქვენი სილენჩის გამო. მაპატიე ისო, მაგრამ შენი მამა დაიწუნა ჩემმა მამამ. სწორედ ამ ამბის გამო, რასაც ჯვარცმა ჰქვია. აც გეტყვი ასე, ჩემი მამა გადამარჩენს მე. ჩემი მამა სიყვარულია და ყველაფერს იხონებს იმისათვის, რომ ჯვარცმას ამარიდოს, სისხლის ხრას და ყოველ დაწერილ წერილს, რომელიც სისასტიკით მთავრდება. ჩემი მამა გადაგარჩენს შენს და შენს მამასაც. ჩემი მამა სიკეთეა. ეცდება ყველაფერი იხონოს იმისათვის, რომ ჩემი სიკვდილი არიდოს ვიღაცის მიერ დაჯღაბნილ მატრიცას. ჩემი მამა სისხლის ხრით ნაკლებად ცვლის მოცემულობებს. რამე თუ ჩემი მამა სრული სინათლეა. ერთი წუთით დავამატოთ. სრულ სინათლეს ფენს და ერიდება ჩლუნგი ადამიანების მიერ დაწერილი თამაშების აღსრულებას. ვერც ძველი და ვერც ახალი წერილების სინათლით ვერ არის სავსე იესო. ამიტომ ჩემი მამა ანულებს ყველას სიტყვას და იწყებს ახლიდან სულ ყველა ფერს. მაპატიე იესო, რომ შენ ასე სასტიკად მოგეცა ცხოვრება. მაპატიე, რომ მაშინ არ ვიცნობდი ჩემს მამას, რამე თუ მე რომ ცოდნოდა ჩემი მამა, ან შენ რომ გცოდნოდა ჩემი მამა, ის გიხსნი და შენ უსისხლოდ. ბევრი ვიწუხე შენი ამბის გამო და ახლა მიხსნა ჩემმა მამამ. მეც ვიყავი შენისთანა, შენც გახდები ჩემისთანა. მოკითხვა ზეცად ანქელიოსებსა და შენი მამის წიაღში, დედამიწიდან თამარი. ეს არის მეგობრებო ჩემი წერილი და გულწრფელად გულიდან ამომდინარე წერილი იესო ქრისტეს მიმართ. ვიღაცებს გაუჩნდათ პროტესტი, ნუ ასე და ისე, ქრისტე თავად მამა და ასე შემდეგ.
მე ამაზე ვისაუბრე წინა ვიდეოში, კიდევაც გავიმეორებ, რომ ქრისტეს მამა რომ იყოს თავად ქრისტე აღარ სთხოვდა მამას, რომ ამარიდე ეს სასმისი, თუმცა მამა მაინც ვერ არიდებს სასმისს და ჯვარზე აცვავს ქრისტეს. ვიღაცა იტყვის, რომ მამას არ უცვია ჯვარზე ქრისტე, ჩვენ ვაცვითო, მაგრამ მე გეტყვით, რომ პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც ქრისტე ეუბნება თუ არის შესაძლებელი ამარიდეს სასმისი, ქრისტეს მამამ ვერ მოახერხა თავისი შვილის თხოვნა, გაითვალისწინებინა, ვერ მოახერხა უბრალოდ და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაცვით ჯვარს, მაგრამ მამამ ვერ მოგვიხერხა ვერაფერი. აქედან გამომდინარე მე ვამბობ, რომ ქრისტეს მამა არის სუსტი. ქრისტეს მამა უშვებს იმას, რომ ქრისტეს სისხლი დაიღვაროს. ქრისტეს მამა უშვებს იმას, რომ თავისი შვილის შეეწიროს სრულიად არაფერს. და ეხლა გეტყვით რატომაც არაფერს. ვიღაცამ დაწერა, რომ მამა ნიკოლოზი ამბობსო, რომ ეგ რომ არ მომხდარიყო ყველაფერს დაანგრევდაო. მე გეტყვით რა. სჯობს ყველაფერი დაენგრია, რაც უკვე ხდება და ბოლოს ჯამს მაინც მოხდება, ვიდრე თავის შვილი შეეწირა ჩვენს სიჩლუნგეს. რამე თუ სიჩლუნგეში დარჩა კაცობრიობა და სიჩლუნგეში იხრჩობა დღემდე. ვერც ვერავის ეშველება რა, ვიდრე თავად ქრისტე არ გამოჩნდება კვლავ და ეს ყველაფერი სრულ აბსურდად მიმაჩნია, რომ დაკლა შენი შვილი არაფრის გამო, რამე თუ იცი, ბოლოს მაინც ერთი კაციც არ იქნება ღმერთში ერთიანი, როდესაც მოხვალ შენ ქრისტე მეორედ. მაშ ასე რა ისტორიას გვიყვება ჯვარცმა, თუ კი საბოლოოდ მაინც ვერავინ მოვაგონს. უხარია მამას თავისი შვილის სისხლის ყურება, თუ ვერ ცვლის ვერაფერს. თუ ვერ ცვლის ვერაფერს, ესე იგი გამოდის სუსტი ღმერთი, არა ყოვლად შემძლე. და თუ ცვლის რამეს, მაშინ შედეგიც უნდა იყოს. და მე გეტყვით, რომ დღეს სრულიად სიბნელეში არის. სრულიად კაცობრიობა სამწუხაროდ ქრისტეს სახელით. სრულიად სისხლისღვრაში არის კაცობრიობა ქრისტეს სახელით. გაიხსენეთ ბომბებს, რომ ლოცავდა რუსეთის პატრიარქი და ჩვენი პატრიარქი აქედან პაძიშკას რომ აძლევდა, რომ კი, კარგი, მღვდელი ხარ, კარგი პატრიარქი ხარ, ასე უნდა იყოს, შენ დაამარცხებ წითელ ურჩხულს. სრულ სიბნელეში არის სრულიად კაცობრიობა ქრისტეს სახელით. ბოლო ჟამია და ერთ კაცსაც ვერ გაუგია რა არის ჭეშმარიტად ქრისტიანობა. მას რისთვის აცვა ქრისტეს მამამ ქრისტე ჯვარს? რისთვის დაგვასრევინა ხელები და რატომ ვერ მოახერხა, რომ ეს ყოველივე მომხდარიყო სისხლის ღვრის გარეშე? არ გაგიჩნდათ ეს კითხვა? არ გაგჩენიათ ეს კითხვა არასდროს? მე წაგიკითხავთ ახლა რამდენიმე კომენტარს და მე ამაზეც გავცემ პასუხს. დავიწყოთ აქედან, რომ აი ასე. ეგ ნიკოლოზ ნარიმანის და ქრისტეს მამის მიერი საუბარია, კეთილი ჩემი და ქრისტეს მამის მიერი საუბარი კი ასეთია, როგორც დავდე. აქ საუბარი არის მეგობრებო აი ამაზე. აი ამაზე, მოდი ესე დავიწყოთ. ქრისტე ღია გულით, გადახსნილი მკერდით შეიჯახა ბოროტებას. შერას იზამდი ქრისტეს ადგილას, როგორი მამა გეყოლებოდა, როგორი ქრისტე იქნებოდი, როცა წინასწარ იცი, რომ სიმართლისთვის მოჰკლავენ, როცა სიყვარულს ვერ დამალავ და სიმართლეს, მისი მისია და ჭურჭელს მდუმარებაში ხომ არ გაანადგურებდა, როცა ღმერთს უმტკიცებ ხარ და მაინც დევნიან ფუი ეშმაკს გაიძახებენ, მოშორდი აქედანო. მოკლედ მეგობრებო, მე არაფერს სხვას არ გავაკეთებდი,
რაც ქრისტემ გააკეთა ძალიან ყველაფერი კარგად გააკეთა. მე მაქვს აქ პრეტენზია ქრისტეს ყოვლად შემძლე მამაზე, რომ ეს უსისხლოდ ვერ აგვარიდა. განა მისი ქმნილებები არ ვართ ჩვენ ყველანი? და ერთი ადამიანის გონზე მოყვანა მეორეს სისხლის ხრით, ეს რაღაც კაინისა და აბელის ისტორიას მაგონებს, რომელიც ახლებურად არის გადაწერილი და გადაშალაშინებული. ქრისტე, რომელიც ჯვარზე უნდა ავიდეს ჩვენი ცოდების გადარჩენის გამო და შეეწიროს მისი სისხლის მღვრელი მამისკენ უფრო მიანიშნებს, ვიდრე იმ მამისკენ, რომელსაც შეუძლია სიტყვა თქვას და ყველაფერი მოაგვაროს. და მე გეკითხებით თქვენ, რატომ არ თქვა მამამ სიტყვა და რატომ არ მოაგვარა ყოველივე უსისხლოდ? ამაზე გაგცემენ პასუხს, რომ სხვანაირად ჩვენ ვერ მივხვდებოდით, ახლა ხომ მივხვდით, ახლა ხომ რას ლაპარაკობ, ანგელოზები და წმინდანები დავდივართ ამ დედამიწაზე და ყველაფერი ისია, როგორც ქრისტეს სურდა. ზუსტად ისე გამიგეთ, როგორც ვამბობ, მე ქრისტეს არ ვებრძვი, მე უბრალოდ კითხვა მიჩნდება, ეს რანაირი მამაა, რომელი მამაც შვილს გაწირავს, რაღაცის გადასარჩენა და საბოლოო ჯამში იმასაც ვერ გადაარჩენს. რატომ გამიჩნდა ეს? ერთი წუთით გავთიშა მე ყველას, რომ გიყუროთ თვალებში. რატომ გამიჩნდა მე ეს პროტესტი? იცით? ვიღაცამ საყვედური მომცა ამ სურათს რა უნდა ამ პოსტზეო და მერე მუპასუხე, რომ შე როგორც გაიგებ, ის უნდა მეთქი. მიპასუხა, რომ შენო ამ მამაოსო შეურაცხყოფას აყენებო მაგ პოსტითო და რაღაცეები კიდე რა უშველებელი ის იყო. ერთი რაც დამამახსოვრდა ის, რომ შეურაცხყოფას ვაყენებ თურმე მე მამა სერაპიონს იმით, რაც დავწერე. მეგობრებო, მე მინდა გითხრათ რა, რომ მამა სერაპიონი, რომელიც ამ ცხოვრებაში მთელი ცხოვრება ქრისტესნიერად ცხოვრობდა, ცდილობდა ამ ცხოვრებაში შეეცვალა ბოროტება სიკეთით და საბოლოო ჯამში ადამიანი აუღიარებელი თავარი გველის თავის მიერ, გველის თავი არის, იცით ვინც არის, მეტი ახსნა არ ჭირდება, ასე მარტოდ არა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თავისი მრევლის სულიერი შვილის ანაბარა არის დარჩენილი. ადამიანი, რომელიც უნდა იყოს პატივისცემაში, დიდებაში, ადამიანი, რომელსაც უნდა ჰქონდეს ახლა ისეთი ვითარება, რომ ყველა იცნობდეს მას, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, არის ეკლესიისგან განდეგილი და განკვეთილი. და მისი თვალები მესაუბრებოდნენ სწორედ იმას, რომ ღმერთმა ვერაფერი შეცვალა. ვერ შეძლო ღმერთმა რაღაცის შეცვლა. დრო ისე დარჩა, როგორიც იყო ქრისტემდე. ქრისტეს მამა ვერ გადაგვარჩენს ჩვენ. ქრისტეს მამამ თავად თავისი შვილი ვერ გადაარჩინა ჩვენი სიბნელისგან. ქრისტეს მამა არ არის მამა, რომელიც ყოვლად შემძლეა. არც სიყვარული არ არის ქრისტეს მამა, რამე თუ ქრისტეს მამას რო ყვარებოდა, სიტყვა სიტყოდა და ჩვენც გადაგვარჩენდა ქრისტეს სისხლით ხელების დასვრას და თავის შვილსაც გადაარჩენდა და შეისმენდა იმ თხოვნას, რასაც ქრისტე ეუბნება. თუ
შესაძლებელია ამარიდე ეს სასმისიო. ეს ის მამაა, რომელიც თავის შვილს იცის მისი გულის ტკივილი და ვერ შეუსრულებს. ჩემს ტყავზე მაგ გამოცდილი, ჩემს გულზე და ჩემს სისხლზე მაგ გამოცდილი, ვინმე ფობს დღეს სამყაროში. სატანა და მას უძახიან, უწოდებენ უწმინდეს და უნეტარეს. სატანა, რომელიც ქრისტიანებს ასე ავიწროვებს და ქოლავს. უმრავლესობა მას უწმინდეს და უნეტარეს უწოდებს და ჩვენ ქაჯებს და უღმერთოებს. მე დავინახე სად არის ღმერთიანი ხალხი და მე დავინახე სად არის უღმერთო ხალხი. ჩემი თვალებით, ჩემი ხელებით, ჩემი ტანით და ჩემი არსით. არა სხვისი მოყოლილით, ჩემით, ყველაფერი ჩემით დავინახე. და ვთქვი სიმართლე და ეს სიმართლე არ მოეწონა სიბნელეში და ჭაობში ამყაყებულ საზოგადოებას. მას გეკითხებით, ვის გულისთვის დაღვარა ქრისტეს მამამ სისხლი, რომ ჩვენ 2024 წელი კვლავ ჭაობში გვეცხოვრა და ჩვენ 2024 წლის მერე კვლავ ისე დავხვედროდით ქრისტეს, როგორც მანამდე, სიბნელეში და ჭაობში. მას რისთვის და ვისთვის შესწირა ქრისტეს მამამ თავისი შვილი. ჩვენ გვინდოდა ქრისტეს ჯვარცმა? რატომ არ მოგვისმინა ჩვენ, ვისაც არ გვინდოდა ქრისტეს ჯვარცმა? არ ვიყავით საკმარისნი? სხვებიცო? ვერც ის სხვები მოიყვანა აზრზე და ვერც კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც მას მერე დაიბადნენ. ისეთი სიბნელეა დღეს. და ჩვენ, ვისაც არ გვსურდა ქრისტეს ჯვარცმა, დაგვტოვა, მიგვყარა და აი ასე გამოგვაცალა თავისი შვილი ხელიდან. როგორც მაშინ, ისე დღეს. ქრისტეს მამა სუსტი მამაა და გონი უსიყვარულოც. მას ქრისტეს ეშლებოდაო? კითხა ზაზამ. ქრისტეს არაფერი ეშლებოდა. ქრისტემ დაგვანახა ვინ არის მამამისი. ფაქტი სახეზეა, რომ ქრისტეს მამას არაფერი შეუძლია. ქრისტეს მამას არ შეუძლია გადაარჩინოს შვილის სისხლღორას. ქრისტეს მამას არ შეუძლია გვიხსნას სიბნელიდან. ქრისტეს მამას არ შეუძლია შეცვალოს რამე. ქრისტე, რომ მამამისი ყოფილიყო, თავის შვილს არიდებდა სისხლღრას. ამიტომ მე ვამბობ, რომ ქრისტე არის ქრისტე და ქრისტეს მამა არის ქრისტეს მამა. რა თქმა უნდა, რაღაცა ნაწილი მამამისი მასშია და რაღაცა ნაწილი ქრისტესი მამამისშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან ერთნი და განვითარება დასრულდა. ჩვენ დგავართ განვინთან, რომელსაც ება 3:6-9. თუ შენ ვერ ხვდები, ვინ არის ქრისტეს მამა და თუ შენ მე მეუბნები, რომ ცდარი გზაზე ვდგავარ, ეს შენი აზრია მეგობარო, მე კი ჩემი აზრი გამაჩნია. მას ჩვენი გზები იყრება აქ და პატივისცემით გემშვიდობებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ქრისტეს მამა ყოვლად შემძლეა. აც გეტყვით მე, რომ ქრისტე არის ყოვლად შემძლე. ქრისტეს მამა კი შვილის მკვლელი მამაა.
სამწუხაროდ. სამწუხაროდ მაქვს ამის უფლება, რომ ვთქვა, არამე თუ არაფერს უცხოს არ ვიძახი. მე ვიძახი იმას, რაც ფაქტია. მე ვიძახი და ვამბობ იმას, რაც მართლა მოხდა და მართლა მოხდა თუ არ მოხდა, ასე გვიყვებიან ყოველ შემთხვევაში. და მე ვამბობ იმას, ცილს არავის ვწამებ. ვამბობ, რაც გააკეთა ქრისტეს მამამ. სწორედ იმას ვამბობ. მე სხვას არაფერს არ ვამბობ. მე ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმას, როგორც წერია წერილებში. გემშვიდობებით ახლა და მომავალ შეხვედრამდე.